მე მიხარია ძალიან რომ დღეს გურიაში ვარ, არის საუკუნოვანი ტრადიცია. ამ დღეს სწავლის აღნიშვნის, დოღის გამართვის და მას შემდეგ რაც აკაშინა ფერისვალების დაძარი ამ დღეს აღინიშნება განსაკუთრებულად ეს ზეიმი და მე მიხარია რომ დღეს ვარ აქ გურულებთან ერთად, გურიის სტუმრებთან ერთად და ყველას მინდა მიულოცოთ და ყველას მინდა მოგილოცოთ ფერისვალება დღე. საარჩევნო კამპანიაზე კითხავთ დელეგატები წარდგენილი არიან, რომ თქვათ მოგოდინები რა გაქვთ, რა აქცენტები და გზავნილები იქნება თქვენი მხრიდან? უკვე დაწყებულია რეალურად რეგიონებში აქტიური მუშაობა. ამ დღეებში, ახლოს დღეებში ჩვენ ასევე თბილისში დავასახელებთ დელეგატებს, 8 დელეგატს და შესაბამისად თბილისშიც რა თქმა უნდა სრულად ჩაერთვება კამპანია. და რა თქმა უნდა ყველაფერი გაკეთება იმისათვის რომ ჩვენი გზავნილები ბოლომდე მივიტანოთ საზოგადოებამდე ამას ისეაც ვაკეთებთ ბუნებრივი მთელი პერიოდის განმავლობაში, მაგრამ საარჩევნო კამპანია გაძლევს იმის საშუალებას რომ უშუალოდ მიხვედე მოქალაქეებთან და უშუალოდ ესაუბრო იმ საკითხებზე რომლებიც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან. ეს არჩევნები არის უკიდურესად პრინციპული არჩევნები. ყველა წინა არჩევნები იყო პრინციპული, მაგრამ მაინც ვიტყოდი რომ ასეთი პრინციპული მაინც დღემდე არც ერთი არჩევნები არ ყოფილა. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმი. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. ეს არის რეფერენდუმი პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და რეალურად აქ არჩევანის გაკეთება მარტივია. არჩევანი უნდა გაკეთდეს რა თქმა უნდა მშვიდობის სასარგებლოდ, არჩევანი უნდა გაკეთდეს მორალის სასარგებლოდ და არჩევანი უნდა გაკეთდეს რა თქმა უნდა ქვეყნის ნათელი მომავლის სასარგებლოდ. ბატონო ირაკლი, ნეტთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვახეთ ჩინეთის საგარეო წყების მხრიდან გამოქვეყნებული საკმაოდ ვრცელი ანგარიში, ასე რომ ვთქვათ, სადაც საუბარი იყო რომ ნეტის ჩარევით არაერთ ქვეყანაში იგეგმებოდა, ასე რომ ვთქვათ, მთავრობის ჩამოგდება და არეულობა ქვეყანაში. ამის შემდეგ რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ ასევე ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებიც, რომ ნედი არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით ცდილობს ჩაერიოს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, ასე ვთქვათ, არასამთავრობოების გავლით არის აქ საუბარი და დაკონკრეტებული. თქვენი პოზიცია საინტერესო იქნება ამ საკითხში. მე არ მინდა რომელიმე კონკრეტულ ცხურ ორგანიზაციაზე ვისაუბრო ნეგატიური ფორმით, თუმცა ერთ რამეს ვიტყვი, რომ გამჭირვალობა არის მთავარი. რა თქმა უნდა ჩვენ არავის არ უზღუდავთ დაფინანსებას. შეუძლიათ ვიღაცებში თუნდაც რევოლუციური პროცესები დააფინანსონ ჩვენ ქვეყანაში. მთავარია რომ დაფინანსება იყოს გამჭირვალე, იმისათვის რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია უცხოურ გავლენასთან დაკავშირებით. სწორედ ამისათვის იქნა მიღებული კანონი გამჭირვალობის შესახებ. გამჭირვალობას რა თქმა უნდა არ აქვს ალტერნატივა. არ შეიძლება ჩვენს ქვეყანაში ვიღაცამ გაუმჭირვალედ სადოს რევოლუციის მოწყობა, რევოლუციის დაფინანსება. ეს არ არის სწორი პრაქტიკა. ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ყველაფერი იმ ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ჩვენთვის მთავარი და სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა კიდევ ერთხელ ვიტყვი გამჭირვალობის კანონის მიღება. ბატონო ირაკლი, ოთარ ფარცხალაჯეში ჩამოვიდა საქართველოში ადამიანი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, საქართველოს პასპორტი ჩამორთმეული აქვს, ამერიკის მიერ არის რუსეთის ჯაშუშობაში მხილებული პირი. როგორ შემოაღწია მას საქართველოში, რა გზებით ჩამოვიდა, რა გზავნილებით ჩამოიტანა რუსეთიდან, თუ შეგიძლიათ? რაც შეეხება თვითონ სანქცირებას, ჩვენ ყოველ ჯერზე ვითხოვთ ხოლმე მტკიცებულებებს, თუმცა ვერც ერთ ჯერზე არა ბრალი მასაღანებული არ აქვს. ვერც ერთ ჯერზე ვერ წარმოგიდგენეს ვერც ერთი მტკიცებულება ვერც ერთ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით. ეს ეხება მოსამართლეებს, ეს ეხება ოთარ ფარცხალაძეს და შემდეგ. რუსეთის მოქალაქეობა თავად მიიღო და წავიდა რუსეთში. რუსეთის მოქალაქეები გვარიც კი მიიღო რუსეთის მოქალაქეები შემოდიან საქართველოში. როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ვიზო რეჟიმი, რომელიც სხვათა შორის ჯერ კიდევ სააკაშვილმა შემოიღო 2012 წელს სრული მასშტაბით. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან საქართველოში ვიზის გარეშე. და თქვენ მოგეხსენებათ, რომ ახლა უკვე ოპოზიციაც უჭერს მხარს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ვიზოთ შემოსვლას. რა შუაშია გზავნილები? ეს არ ამგონია რომ იყოს ადეკვატური შეკითხვა. საქართველოს მთავარი პროკურორი რუსეთის მოქალაქე ხდება და გვარსაც კი იცვლის. ეს თქვენთვის 10 წელია გასული მას შემდეგ, რაც ოთარ ფარცხალაძე აღარ იკავებს საქართველოში მთავარი პროკურორის თანამდებობას. აქედან გამომდინარე, აქ სპეკულაციებისთვის სივრცე არ არსებობს.
ბატონი რაკი ოპოზიციურ გაერთიანებებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ახალი გაერთიანებები ერთმანეთისგან განსხვავებული და ხომ არ გონიათ, რომ არის ერთმანეთის ალტერნატივა? ადრე იყო ერთი ოპოზიციური ეგრეთ წოდებული პანჩატური, ახლა იქნება 1 მაგურად 3-4 პანჩატური. რა გონიათ, რომ ერთ პანჩატურს ჩაფია 3-4 მესმე არ ვიცი, რეალურად განსხვავება რაოდენობაში ვერ იქნება, თავარია რომ მათ რესურსი რეალურად არ აქვს. ბატონი გასაქმების მაჩვენებელი საქმებად გაზრდილია და ამაზე მოძრაობა ისევ ნაციონალურ მოძრაობაში ბრუნდება, მაგალითად გიგი წერეთელი ევროპული საქართველო დაბრუნდა ნაციონალურ მოძრაობაში. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის. სინამდვილეში ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, ამას ჩვენ ვუწოდებთ კოლექტიურ ნაცმოძრაობას და შემთხვევითი არ არის. ყველამ ვიცით, რომ მათ აქვთ აბსოლუტურად საერთო ხედვები ყველაფერთან დაკავშირებით, უბრალოდ მათ აქვს ზუსტად ის ხედვები, რაც აქვს მათ საერთო პატრონს. აქედან გამომდინარე არავითარი განსხვავება არ არის. ისინი დღეს ხან ერთად იქნებიან, ხან ცალ-ცალკე იქნებიან. არავითარი განსხვავება არ არის. ერთადერთი არის ის, რომ ისინი არიან ერთიანი პოლიტიკური ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაობა. ხალხის ძალასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, ხალხის ძალასთან დაკავშირებით. დღეს გავრცელდა კიდევ ერთი წერილი, სადაც საუბარია, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ უნდა გასამართლდეს ნაციონალური მოძრაობა ომის დანაშაულებისთვის. კიდევ ერთხელ ვკითხოთ. მორალური უფლება არ აქვს, სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ დაიშალა და პატარ-პატარა პარტიებად წარმოუდგნენ დღეს საზოგადოებას და შეგვიფასო. საუბრობენ, რომ არ ყოფილა სპონტანური და 3 წლის განმავლობაში გეგმავდა ნაციონალური მოძრაობა ამზადებდა ამისთვის საფუძველს, ხო ესეც რას? რაც შეეხება ნაცმოძრაობის გასამართლებას, ეს არის მთლიანად უმრავლესობის ჩვენი მართველი ძალის საერთო პოზიცია. რა თქმა უნდა, ნაცმოძრაობა უცებად უნდა გასამართლდეს. სხვადასხვა დანაშაულისთვის ეს არის, რა თქმა უნდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს დანაშაული, რომელიც მათ ჩაიდინეს, თუმცა ეს არის მრავალი სხვა დანაშაული, რომელიც ჩადენილი იქნა იმ 9 წლის განმავლობაში. რაც შეეხება 2008 წლის ომის მომწიფებას, ამაზე მე არაერთხელ მისაუბრია, რეალურად ნაბიჯ კეთდებოდა ყველაფერი იმისათვის, რომ 2008 წლის აგვისტოში მოხდარიყო ის, რაც მოხდა და საბოლოო ჯამში თქვენ იცით, რაც მოხდა ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ამისთვის ვითარებას ამწიფებდა ნაცმოძრაობა ნაბიჯ 2005 წლიდან მოყოლებული. ეს ქრონოლოგია არაერთხელ მithქვამს მეც, როგორ მიიღეს ჯერ კანონი ეგრეთ წოდებული კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ, მე როგორ შეიქმნა ეგრეთ წოდებული დროებითი ადმინისტრაცია, როგორ აირჩა შემდეგ ცალკე ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და შემდეგ მთელი ეს პროცესები იყო, პარალელურად იყო ასევე სამხედრო ტიპის კონფრონტაციები, სხვა ტიპის პროვოკაციები და ეს ყველაფერი ემსახურებოდა ერთ-ერთ მიზანს, რომ საქართველოში მომწიფებულიყო ომი 2008 წლის აგვისტოს რაც მოხდა. რაც არის უმძიმესი დანაშაული, რომელიც ამ პოლიტიკურმა ძალამ ჩაიდინა ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის დამსახურება, რომ დღემდე უკრაინას ელჩი არ ყავს საქართველოში დანიშნული. ხომ არ ფიქრობთ, რომ რიტორიკას გადახედოთ და რას აპირებთ ზოგადად ამ მიმართულებით და აქვე დავაზუსტებ, რომ სალომე ზურაბიშვილი მიიწვია ზელენსკიმ შეხვედრაზე და არა თქვენ რომ მიეწვეთ, წახვიდოდით თუ არა ამ შეხვედრაზე, ესეც რო გიპასუხოთ. ელჩი უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან გაიწვია 2022 წლის 1 მარტს, ანუ ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს და ამისათვის დასახელებული იქნა ორი საბაბი. ერთი იყო რუსეთისთვის სანქციების არ დაწესება და თქვენ იცით, რომ დღეს უკვე ოპოზიცია აცხადებს ღიად, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ იქნებოდა სწორი, ხო ისინი ჩვენ გზავნილებს იმეორებენ ახლა 2 წლის თავზე. და მეორე საბაბი იყო ის, რომ ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები, ხო ჩვენ უნდა გავგზავნა მათი მოთხოვნის მიხედვით მებრძოლი მოხალისეები მთავრობის ოფიციალური ნებართვით ჩვენი თვითმფრინავებით. ეს არ გავაკეთეთ, ამ ორი საბაბით და არა მიზეზით უკრაინის ხელისუფლებამ გაიწვია ელჩი საქართველოდან. ხო შესაბამისად აშკარაა თუ რა იყო მოტივი ამ ყველაფრის უკან, რაზეც ღიად საუბრობდნენ მოგვიანებით უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, თქვენ გახსოვთ პოდოლიაკი, დანილოვი ღიად მოგვიწოდებდნენ ჩვენ მეორე ფრონტის გახსნისკენ
და რა თქმა უნდა, აქ ძალიან ლოგიკურად იკითხება ის გადაწყვეტილება, რომელიც 1 მარტს იქნა მიღებული 2 წლის წინ. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ჩვენ ყველა შემთხვევაში ასეც და ისეც დავრჩებით სამხრივი მეგობრობის რეჟიმში, იმიტომ რომ ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს ჩვენგან. ზურაბიშვილის მიწვევაზე ყინიმის მეოთხე შეხვედრაზეც რომ ვიპასუხოთ, წახვიდოდით თუ არა თქვენ რომ მიეწვეთ და ზურაბიშვილი მიეწვა ზელენსკი და სალომე ზურაბიშვილიც არის სამწუხაროდ იქ, სადაც ხმოვანდებოდა მოწოდებები მეორე ფრონტთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, ჩემი და შალვა ბაბუაშვილის შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, ეს იყო მის დაწყებიდან მეორე-მესამე დღეს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა დაიწყო ასეთი სიტყვებით: ნახეთ, ზელენსკი გმირია და თქვენ იყავით მასიო. საიდანაც მოგვიწოდებდა ზურაბიშვილი, ძალიან ადვილი მისახვედრია. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის და კონკრეტული მაღალჩინოსნების მეგობრობა ჩემთვის აბსოლუტურად გასაკვირი არ არის. სალომე ზურაბიშვილი ღიად მოგვიწოდებდა ჩვენ შეხვედრებზე მეორე ფრონტისკენ. ექსპერტები საუბრობენ დასაქმების მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია საქართველოში, რო შეგვიფასოთ. გამოქვეყნდა მეორე კვარტალის მონაცემები და 3.1% პუნქტით არის შემცირებული უმუშევრობის დონე. ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და მიმდინარე წელსაც ვინარჩუნებთ 9%-იან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ზრდა პირდაპირ აისახება დასაქმებაზე, უმუშევრობის დონის შემცირებაზე და ეს არის ის, რაც ჭირდება ჩვენს ხალხს, ჩვენს საზოგადოებას. სამწუხაროდ თქვენ იცით, რომ მთელი ჩვენი პოლიტიკური დისკუსია არის გადართული რაღაც ვიწრო პოლიტიკურ საკითხებზე, რომლებიც არ არის არსებითად საინტერესო მოსახლეობისთვის, არ ეხება მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ პარალელურ რეჟიმში მთელი ჩვენი საქმიანობა გვაქვს მიმართული იქითკენ, რომ შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი, შევამციროთ უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში, დავასაქმოთ მეტი ადამიანი და გვაქვს კონკრეტული შედეგები, რაც არის ასახული არა მარტო სტატისტიკაში, არამედ შემდეგ ეს უმუშევრობის შემცირება, დასაქმების ზრდა პირდაპირ აისახება სახელმწიფო ბიუჯეტზე. ხო, ეს ახალი დასაქმებული ადამიანები პირდაპირ იხდიან სახელმწიფო ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს, შესაბამისად დასაქმების ზრდასთან ერთად იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტი. ეს არის ის, რაც ჭირდება ჩვენს ქვეყანას. კი, ბატონო ირაკლი, ცესკომ შეცვალა არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე ფუნქციების გადანაწილების წესი ერთი კვირით ადრე მოხდება კენჭის. ხო, ოპოზიცია ამბობს, რომ ეს არის ერთგვარი ზეწოლის მექანიზმი ამ ადამიანებზე, როგორია თქვენი შეფასება ამასთან. ის კენჭის ხმა, წილის ხმა ალბათ, ხო, კომისიის წევრებს შორის თუ? ხო, აქ რეალურად აქ რაიმე არსებითი ცვლილება ვერ შევიდოდა. წესებში საარჩევნო კომისიას აქვს თავისი საქმიანობის პროცედურები, კაფეო პროცედურები და ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში. ეს არის CESCO-ს ფუნქცია. CESCO ამ ფუნქციას თავს ართმევს ძალიან კარგად მთელი ამ წლების განმავლობაში, 2012 წლის შემდეგ. თქვენ იცით, რომ დაუმკვიდრეთ სამართლიანი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არჩევნები ჩატარდება უმაღლეს დონეზე, მით უმეტეს, რომ პირველად ისტორიაში ეს არჩევნები ჩატარდება ელექტრონული აპარატურის გამოყენებით, ამ მრჩეველთა 90%-ზე მეტი ხმას მიცემს სწორედ ასეთი აპარატურის გამოყენებით არჩევნებს. დღეს ბოლოს შეკითხვას დაგისვამთ, გაირკვა, რომ გია ჭყონიამ, ეს არის დელეგატი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, თქვენი რჩეული, 1.5 მილიონზე მეტი შესწირა ქართულ ოცნებას და ამავე დროს ირკვევა ისიც, რომ იუსტიციის სამინისტრომ სწორედ მისგან იქირავა ფართი. ესეთი ადამიანები რა პრინციპით შეარჩიეთ? ოპოზიცია ამბობს და ეჭვობს, რომ ერთგვარი ვალის დაბრუნება გია ჭყონიასთვის მისი დელეგატად წარდგა. პირველ რიგში მადლობას გადავხდი გია ჭყონიას და ყველა შემომწირულს, შემოწირულობებს, რომლებიც ხორციელდება ქართული ოცნების სასარგებლოდ მთელი ამ წლების განმავლობაში. თქვენ იცით, რომ ბიზნესის თავისუფლება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ბიზნესი ამ ხარს უჭერს ქართულ ოცნებას და ეს მათ შორის გამოიხატება შემოწირულობებით. რაც შეეხება კონკრეტული ფართის ქირაობას, გია ჭყონია არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი. აქედან გამომდინარე, თავისუფლად შესაძლებელია, რომ ასეთი გარიგება დაიდოს და შემოწირულობებთან ამას არავითარი კავშირი არ აქვს. თუ საინტერესო იყო ფართი აჭარის ხელისუფლებისთვის, რა თქმა უნდა, ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმებულიყო. კი ბატონო, თუნდაც იუსტიციის სამინისტრო. დიდი მადლობა მეგობრებო, დიდი მადლობა. რომელიმე ბიზნესმენისგან უნდა იქირავათ აღმოჩნდა ასეთი გია ჭყონია ამ შემთხვევაში.
ნუ შეიძლება სხვა შემოუწირველი ყოფილიყო, ან შეიძლება ყოფილიყო არაშემოუწირველი, ხო? სხვა რამს არავითარი არსებითი მოსლობა. შეუჩნდება სრული შემოგწირო, როგორც ნაციონალურ მოძრაობით, როდესაც უმრავლესობა ის ადამიანებია სხვათა შორის, რომელიც აქტიურად 2012 წლის ჩათვლით, 2012 წლის ჩათვლით იყო ბიზნესის რეკეტი. მაშინ იყო ბიზნესის რეკეტი და ეს გამოიხატებოდა არა მარტო შემოწირულობების შეტანის იძულებაში, არამედ გამოიხატება უამრავ მცირე ფორმაში. ახლა სწორედ იმის გამო რომ ბიზნესი არის თავისუფალი, ბიზნესს აქვს ინტერესი რომ გააძლიეროს მართველი ძალა იმისათვის რომ პირველ რიგში არ დაბრუნდეს საქართველოში ის უმძიმესი რეჟიმი რომელიც არ ეკეტებდა ბიზნესს 9 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა ამის დაბრუნება საქართველოში არავის სურს, განსაკუთრებით არ სურს ბიზნესს ასეთი რეჟიმის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. პირდაპირ ეთერში უსმენთ პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძემ